განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. Ამა წლის 15 მაისს გაიხსნა და მიზნად საერთაშორისო სტანდარტებისა და კვალიფიკაციის პროფესიონალების მომზადებას ისახავს. ცენტრი აფინანსებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლას, საზღვარგარეთ მცხოვრები მეცნიერებისა და პრაქტიკოსების მოწვევას საქართველოში და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს. განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვების მსურველი 500-ზე მეტი ადამიანი იყო. მათ შორის 78 სტუდენტმა ცენტრის დაფინანსება მოიპოვა. კონკურსანტები განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიამ აპლიკაციებისა და გასაუბრების მიხედვით შეერჩია. შეფასებისთვის კომისიამ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით ხელმძღვანელა. საბოლოოდ აპლიკანტები, რომელთაც ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს, სასწავლებლად სახელმწიფოს დაფინანსებით გაემგზავრებიან. სასწავლო პროგრამის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი სტუდენტები ვალდებულები არიან საჯარო სამსახურში დასაქმდნენ. სულ მალე 78 სტუდენტი სასწავლებლად მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაემგზავრება. მანამდე კი მათ ხელშეკრულებები უფრომდებათ და წასასვლელად ემზადებიან.